მოგესალმებით. ბავშვებო, 78 წიგნს წავიკითხავ. მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო პროტესტები და დღევანდელი წიგნი არის ფრანჩესკა სანას მიერ დაწერილი და ილუსტრირებული და წიგნს ჰქვია გამგზავრება. ეძღვნება ეს წიგნი ანჯელას, ანტონელოს, დანიელს, ელენას და ლავრას. იმ წერტილებს, საიდანაც ჩემი გზავრობა და მოგზავრობა იწყება. ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრობ ქალაქში, რომელიც ახლოს არის ზღვასთან. ყოველ ზაფხულს ჩვენ ძალიან ბევრ შაბათ-კვირას სანაპიროზე ვატარებთ. მაგრამ სანაპიროზე აღარ მივდივართ, იმიტომ რომ ბოლო წელია ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. დაიწყო ომი. ყოველ დღე ცუდი რაღაცები ხდებოდა ჩვენს გარშემო და მალე არაფერი დარჩა ქაოსის გარდა. და ერთ დღესაც ომმა ჩემი მამიკოც წაიყვანა. დღის შემდეგ ყველაფერი ჩამობნელდა ჩვენთვის და დედაჩემი ყოველდღე უფრო მეტად და უფრო მეტად დარდობდა და ხელავდა. მეორე დღეს დედაჩემის ერთ-ერთმა მეგობარმა დედას უთხრა, რომ ბევრი ადამიანი ტოვებდა ქალაქს. ისინი ცდილობენ სხვა ქვეყანაში გაიქცნენ. ქვეყანა, რომელიც შორს არის და იქ მაღალი მთებია. დედიკოს ვეკითხებით, რა ადგილია ეს? ეს უსაფრთხო ადგილია, გვეუბნება დედა. და სად არის ეს ადგილი? ვეკითხებით ჩვენ. და დედა გვაჩვენებს ამ უცხო ქალაქის სურათებს, უცხო და უცნაურ ტყეებს და უცნაურ ცხოველებს. სანამ ბოლოს არ მოიხვნეშა და თქვა, ჩვენ იქ წავალთ და მეტი აღარასდროს შეგვეშინდება. ჩვენ არ გვინდა წასვლა, ჩვენი სახლის მიტოვება. მაგრამ დედა გვეუბნება, რომ საოცარი თავგადასავალი გვალოდება. ყველაფერი ჩავალაგეთ ჩემოდნებში და ყველას დავემშვიდობეთ, ვისაც ვიცნობთ. ჩვენ სახლი დავტოვეთ ღამე, რომ არავის შევემჩნიეთო. და ბევრი დღე ვაგრძელებდით სვლას. ხეჭერ დედა იჯდა მანქანაზე. რაც უფრო შორს მივდიოდით, მით უფრო მეტს ვტოვებდით გზა და გზა. რამდენი ჩემოდნით იყო და ნელა ყველაფერი დატოვეს. ბოლოს
მივედით საზღვართან. ხო, იცით რომ ყველა ჩვენ ყავს მოგცეთ ყველა ქვეყანას აქვს თავისი საზღვარი რუკაზე რომ შეხედო რაღაცა თითქოს უფრო მუქად არის გაფერდებული რომ აი ეს მიწა ტერიტორია ამ ქვეყნის არის, მაგრამ იმის იქით სხვა ქვეყნის არის და აი ამ ხაზს, რომელიც არის ესე გავლებული ადამიანების მიერ, ხო, იმ ხაზს ქვია საზღვარი და იმ რაღაც ახალი სხვა ქვეყნის საზღვართან მივიდნენ. უზარმაზარი კედელი არის და ჩვენ ამ კედელს უნდა გადავაცოცდეთ. როცა ქვეყნიდან მიდიხარ და მიდიან ოჯახები, იმიტომ რომ თავის ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა. ათვილი არ არის, იმიტომ რომ პასპორტი გჭირდება, იმ პასპორტში ვიზები გჭირდება, ხო და ეს ადამიანები ხა ცდილობენ რომ ისე გადავიდნენ მეორე ქვეყანაში, რომ არავინ დაინახოს. მაგრამ არა თქვენ არ გაქვთ უფლება საზღვრის გადმოკვეთის. დაბრუნდით უკან და იყვირა ბრაზიანმა დაცვამ. და მესაზღვრა. ჩვენ არსად გვაქვს წასასვლელი. და ჩვენ ძალიან დაღლილები ვართ. სიბნელეში ტყის ხმები მაშინებს. მაგრამ დედიკო ჩვენთან ერთ არის და დედიკოს არასდროს ეშინია. ჩვენ დავხუჭეთ თვალები და ბოლოს ჩაგვეცინა. ყვირილი გვაღვიძებს. ისევ დაცვა არიან, ჩვენ გვეძებენ და ჩვენ უნდა დავიმალოთ. სწრაფად, ამ გზით. ჩურჩულით გვითხრა დედამ. ჩვენ მივდივართ და მივდივართ. სანამ კაცი, რომელიც არასოდეს გვინახავს მანამდე, წინ გამოჩნდა. დედა მას რაღაც ფული მისცა და შემდეგ მან საზღვარი გადაგვაკვეთინა. ბნელა და ვერავინ გვხედავს. ჩვენი გზავრობა და მოგზაურობა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი დედიკო გვეუბნება. ზღვა უკიდეგანო ჩანს და ჩვენ ეს ზღვა უნდა გადავკვეთოთ. ნეტა როგორ შევძლებთ ამას? ბორანზე დავსხედით. უამრავი ადამიანი არის. არ არის ბევრი სივრცე და ყოველდღე წვიმს. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ამბებს ვუყვებით. ამბებს საშინელ და რაღაც სახიფათო მონსტრების შესახებ, რომელიც ჩვენი ბორანის ნავის ქვეშ არიან და მზად არიან ჩვენს შესახრამუნებლად თუ ბორანი გადატრიალდება. ნავი ირწევა და ირწევა, ტალღები კი დიზდება და დიდდება. თითქოს ესეთი განცდარის, რომ ზღვა არასდროს დასრულდება. ჩვენ ერთმანეთს ახალ ისტორიებს ვუყვებით. ისტორიები იმ მიწაზე, საიდანაც მივდივართ. იმ დიდ მწვანე ტყეებზე, რომელიც სავსე არის კეთილი ფერიებით, რომლებიც ცეკვავენ. და ჩვენ ჯადოსნურ კეთილ სურვილებს და შელოცვებს გვიგზავნია, რომ ომი დამთავრდეს. მზე რომ ამოვიდა, ჩვენ პირველად დავინახეთ ამ რამდენიმე დღის შემდეგ მიწა. ნავი ირწევა ჩუმად ნაპირისკენ. ჩვენი დედიკო გვეუბნება, რომ ძალიან გაგვემართლა, რომ ჩვენ ისევ ერთად ვართ. ეს არის ის ადგილი, სადაც უსაფრთხოდ ვიქნებით, ჩვენ ვკითხულობთ. ახლოს არის. თქვა დედამ დაღლილი ღიმილით. კიდევ
უფრო მეტი რამდენიმე დღე და რამდენიმე ღამე ვიმგზავრეთ და ბევრი საზღვარი გადავიარეთ. მატარებლიდან ზემოთ ვიხედებით და ჩიტებს ვხედავ, რომლებიც ჩვენ მოგყვებიან. ისინიც ჩვენსავით გადაფრენაში არიან და მათი მოგზაურობაც ასეთივე ხანგრძლივი არის. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით მათ საზღვრების გადალახვა არ უწევთ. ზუსტად ფრინველები ხო გახსოვთ, რომ ზამთრის მოახლოებისას შემოდგომისკენ და სხვა ჩიტების სხვა პერიოდში იწყებენ გადაფრენას, რომ მიეშურებენ უფრო თბილ ქვეყნებსაც უსაფრთხოდ იქნებიან, არა? მაგრამ იქ არ არის ესეთი საზღვარი, კარდგანან დაცვები და ეუბნება, არა, შენ ჩიტო არ შეგიძლია გადმოყვიდე აქეთ. ყველასია ეს დედამიწა, მაგრამ ადამიანების ცხოვრებაში ხო არ არის ადვილი, რომ გადასახლდე. იმიტომ რომ ყველგან სადღაც ვიღაცა გვხვდება, გეკითხება, ჩაგეძიება. იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც, როგორც ეს ჩიტები, ჩვენც ვიპოვით ახალ სახლს. სახლს, სადაც ჩვენც უსაფრთხოდ ვიქნებით და ჩვენს ისტორიას და ამბავს თავიდან დავიწყებთ. დასასრული. და ავტორი ყვება, რომ ეს მოგზაურობა არის იმ ბევრი მოგზაურობის შესახებ, რომელიც ერთხელ ლტოლვილების ბანაკში, ხო, იტალიაში ორი გოგო გავიცანიო და ისინი მიყვებოდნენ, რატო წამოვიდნენ თავისი ქვეყნიდან. რამდენი რაღაცის გადალახვა მოუწიათ და როგორ ელოდებიან, როდის მიიღებს ახალი ქვეყანა და დაიწყებენ მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრებას და ახალი ცხოვრების დაწყებას იმ ახალ ქვეყანაში. ამიტომ ყველა ადამიანი, ვისაც უწევს, რომ წავითეს თავისი ქვეყნიდან, ხო, რთულ გზას გადის ხშირად. ყველა არა, ხშირად. და მინდა რომ მოკლედ ყველას მოვეფეროთ, ყველას უსურვოთ კეთილი და მშვიდობიანი მოგზაურობა და ისეთ ადგილას ჩასვლა, სადაც მიიღებენ, სადაც მოეშვებიან და სადაც საინტერესო, სახალისო ცხოვრებას დაიწყებენ. ეს იყო და ეს გემშვიდობა.